ჯორჯ სოროსის ლექციას თბილისში 5 უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტი დაესწრო. ფონდ ღია საზოგადოების დამაარსებელთან შეხვედრა გუშინ გაიმართა. ლექციის თემა იყო ევროპის მომავალი. სოროსმა საუბრისას აქცენტი გააკეთა რუსეთის პოლიტიკაზე, უკრაინასა და საქართველოზე. ლექციის შემდეგ ფინანსისტმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა. ახალ უკრაინასა და პუტინის რეჟიმს შორის მოურიგებელი კონფლიქტია, რადგან ახალმა უკრაინამ მტკიცედ გადაწყვიტა არ დაემსგავსოს ძველს, რომელიც თავისთავად ძალიან გავდა პუტინის რეჟიმს, რადგან ისეთივე კორუფციული, რეპრესიული და არაეფექტური იყო. ის ყველა ასპექტში არაადეკვატურად გამოიყურებოდა. ახლა კი გვაქვს ახალი უკრაინა, რომელსაც მართავენ ახალგაზრდა ადამიანები. ისინი კარგად განათლებულები არიან და აღელვებთ საკუთარი ქვეყნის მომავალი. სწორედ ეს იყო მაიდინის წინააღმდეგობა. იქ დაიბადა ახალი უკრაინა. მათ ასევე არ უნდათ ნარინჯისფერი რევოლუციის გამოსtildeების გაზიარება, როცა ხალხმა წინააღმდეგობა გამოხატა. მაგრამ ორი ლიდერის, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დაპირისპირებამ კვლავ კოლაფსამდე მიიყვანა.